საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა აქ მაისაია დაარტყამს ძალიან საღებავად და მე რა წინატურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იყო ნამდვილად. აქ გადის გოლი, თუმცა სხვაობით მოიგო PSV მსეუსთან და ორბურთიანი სხვაობით მოიგო New Vision Georgians. დინამო თბილისსა და არმიას შეხვედრა კი ძალიან დაძაბული და ძალიან ჭკვიანური გადაცემა იყო აჭარაძის შესრულებით. აქ სვანიძემ დაარტყა და ახალაია დაარტყამს ძალიან სახიფათოდ. კარგი შანსი კოშაძე აწვიდა. ეგიზაშვილი და ეგრისებია შეიძლება კვლავ 10 ან 8 გოლი არ გავიდეს და ალბათ ანიძე. და ქექიზაშვილმა მოიპოვა ბურთი, მიუახლოვდა კარს დაარტყა და გაიტანა ანიძე. და ქექიზაშვილმა მოიპოვა ბურთი, მიუახლოვდა კარს დაარტყა და გაიტანა. გვაჟავა 18, ნიკა ჩალაძე 19, ალექსანდრე ორაგველიძე და 24 ნომრით მერაბ აჭარაძე. ლაშა სიგუნავა გუნდის მთავარი მწვრთნელი. მოახერხა გატანა დინამომ როგორც მოგახსენეთ. ლაბანკის პირობებში შეძლებს თუ არა. კაჩოვი, კარგი. სტრაპ გოლზე აქცენტს აკეთებს, იმიტომ რომ მერე მთელი ტაიმი დარჩეს გუნდს ამ მატჩის მოსაგებად. ვითარება შეცვალოს დღევანდელი შეხვედრის და აპლოზი აბა აქ ნახოთ დინამოს ეს კონტრ იერიში რამდენად აღმოჩნდება სახიფათო. ნიძე და დინამოელებმა შეძლეს ბურთის მოპოვება. ექიზაშვილი დაარტყა. მაგრამ მაისაიამ გადაარჩინა უკვე თავისი გუნდი, ასე რომ ორივე გუნდს შეექმნა მომენტი აქ. ეგრისელაშვილი არის აქ შანსი, კარგი კომბინაცია. არის აქ შანსი, კარგი კომბინაცია. კარგი კომბინაცია. იქნებოდა ეს თუ ზოგადად თამაშის ხასიათის შექმნაში, მაგრამ იყო იქ მომენტები, როდესაც აქ არის კიდევ ერთი გოლი. იქნებოდა ეს თუ ზოგადად თამაშის ხასიათის შექმნაში, მაგრამ იყო იქ მომენტები, როდესაც აქ არის კიდევ ერთი გოლი გამოკვეთილი. თუ ეს მატჩი ასე დასრულდა, რომლებიც იბრძვიან ნახევარფინალში გამოკვეთილი. თუ ეს მატჩი ასე დასრულდა, რომლებიც იბრძვიან ნახევარფინალში. პირველი გოლი რომ გასულიყო შეხვედრის პირველ წუთებში, აქ შეიძლება კიდევ ერთი გოლი გავიდეს დაარტყმა და პირველი გოლი რომ გასულიყო შეხვედრის პირველ წუთებში, აქ შეიძლება კიდევ ერთი გოლი გავიდეს დაარტყმა და კარგი კომბინაცია აქაც დაარტყმა და კიდევ ერთი კარგი კომბინაცია აქაც დაარტყმა და კიდევ ერთი დავით ხუბუტიას მიერ გატანილი გოლი. 4 ბურთიანი ხდება უკვე სხვაობა. PSV-თვის ისედაც რთული ვითარება იყო, თუმცა აქ სვანიძე ახერხა. დავით ხუბუტიას მიერ გატანილი გოლი. 4 ბურთიანი ხდება უკვე სხვაობა. PSV-თვის ისედაც რთული ვითარება იყო, თუმცა აქ სვანიძე ახერხა. გამოაჩინა ამ შეხვედრაში. აქ კარგად თამაშობს კოტრიკაძე.